გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებათ პოდკასტის მთავარი წამყვანი. დღეს გვექნება საინტერესო გადაცემა. ვისაუბრებთ ჩემ ჩაჯმაზე მაფიის ფინალში და გვეყოლებიან გამარჯვებულები სტუმრად, გამარჯვებული ფრაქციის წარმომადგენლები, შოგუნი, კოპალა და იაკუძა მახარა. კილერი მახარა და არიგატო. არიგატო. არა გვიშავს, თავად როგორ გიკითხოთ? აი 5000 ლარის ყოლობაზე რა. სად დახარჯეთ მოგებული თანხა? შენ სად ჩაურიცხეთ? სად დახარჯოთ მოგებულ თანხას? ქოროს უნდა უცეთ რაღაც დასახმარებლად რა. ისა ბოდიში. კვატაბიანი ბიჭი. სტუმარი ყავს და რაღაცა მე როგორც ვიცი მახარას უკვე მოფიქრებული აქვს რაში ხარჯავს. აბა ვის პაროდიას ვაკეთებ? დიჯა რა. აბა ვის პაროდია გავაკეთებ? დიჯა აი ვის პაროდია? მე გავაკეთებ, ხა თომი ხვდები. ეს მკეთია, აჩი. აი გამოიცნა ვისი პაროდია. არა ბიჭო, სად პოკერის თამაში? არა, ვისი პაროდია იყო? არა. სად რა პოკერის თამაში? სად პოკერის თამაში? იდი ნახვი, სად პოკერის თამაში და სად მაფიაზე რო იგინები, ბიჭო? ბიჭო. გასართობად ხარ მისული და ყველას მიულოცო და ჩემს კი არც გამოუხედავს შეჩიმა, აი. კარში, ბიჭო, არც ვიცოდი რომ შენ ორი რედ ფლეგი აქვს რა. ნახე. გაიგონე? არც ვიცოდი, შენ მაფიოზი მეგონე მე. რო იცოდე. მაფიოზი. შენ რო იაკუძამ გონე. იმიტომ წააგე რომ მაფიოზი გეგონე შეჩემატო. წავაგე ძმაო, რა ვქნა ახლა, ნუ ხდება ხოლმე რა. არა, რთული მომენტია და ჩემი კომენტარი ნახე, კალა ბოლომდე კარგად ითამაშებს თქო? და ბოლოში ისეთ ყას იზავს მეთქი რომ კოპალა შუაზე გასპლიტავს ფულს მეთქი. ეგრეც მოხდა. სხვათა შორის მე ვფიქრობ ეგეთ კომენტარებში მე არაფერში ავიღე. არა, თავარი მიავიღე რა, ეგ იყო პრობლემა. შენ გარეშე მოიგე. ძალიან რთულია. შენ გარეშე ვერო. იმიტომ რომ შენ გარეშე ვერ ვისვრიდი. აი ეგ არის რა, მე მაგას ვამბობდი რომ მახარას გარეშე მე ვერავის ვერ მოვკლავდი. ოპა, ეს არის გულწრფელი გადაცემა რა. მახარას მაგიურად ნებისმიერი სხვა მოთამაშე რო ყოფილიყო, რამე შეიცვლებოდა? შეიძლება შეცვლილიყო რა, მაგრამ მართლა გულწრფელად ვამბობ, იმიტომ რომ სხვანაირად გაიგე. აი ამან ნულოვან წრეზე ისეთი რაღაც გააკეთა, ანუ ისე გადამიარა, რომ აი ჩემი და ამის გუნდი პროსტა იქ გამორიცხული იყო რა. ანუ ჩემზე ამბობდა რომ ისა ამას ასხეს და აფურთხეს და მართლებიც იყვნენ რომ ანუ ია გადამიარა რა. ანუ ყველანაირ საიდან დავიწყე მოგება გაიგე? ნულოვან წრეზე უკვე შეამზადა რაღაცა 15000 ლარი მოიგო ადამიანმა რომელსაც თამაშის და თქვა ესეთი რაღაცა. კიდე კაი დებილი ვარ მე და ვერ ახვდები ვერაფერს. აი ამან მოიგო 5000 ლარი. მე ხო გაამართლა მაგრამ ილაპარაკე מחარ. მე შენკენ ვიყავი ბიჭო და მინდოდა რომ შენ შავი იყავი და მე გინდა რომ კარგად გელაპარაკა და ადექი მე და დაგვაჯვი ყველას მაგიდაზე შეჭ თამაშისას. რეტო ვის გაუჭედე? საბას საპანად. ბიჭო და მამას ბასტოს გამოგაჭამ ეხა თუ და მე მეუნება წავაგე შეჭემა ამდენი ვიფარინე სიცილიაზე ჩავედი და ბოლოს არასწორად დავწიე ხელი მაგიტას ხელი როგორ დავარტყიე. აი ეგ რთული მომენტი იყო და საბა შეჭემა ანუ მეუბნეოდა რომ ანუ არ მეუბნეოდა რატო ვიყავი შავი. პროსტა ბიჭებმა მაგაზე მიმუშავე. ბიჭებმა გადავიჭო ზეგრო თქვა? საბა მე ბოდიშევი მიხადა 4-ხათში. მაპატიე რომ არასწორად ფიქრობდიო და ესეთ რაღაცებს აკეთებს მე იქ და გონია რომ ყველაფერი კარგად იქნება მე. ძალიან ის იყო რა. ძალიან რთული იყო ჩემთვის მართლა დედას ფიცა ვარ ეგრეთ სულა თამაშის მერე ხა ბევრი თამაშის მერე მიგზნია სულა თავი მაგრამ 1500 ლარს რა მოგაცლიან არა დედას ფიცა ვარ ერთი წამი არ მფიქრია რომ ფულზე იყო თამაში მართლა რასაც არაკეთებდა ვახო ბოლოს არა ვახოც არ ფიქრობდა ვახომ გადათვალა რამდენ ვარი ამ თვეში როგორ ეს ბოლო წამები რო თავიდან გაიხსენო რა რას ფიქრობდი რას აპირებდი რა მოხდა ყველანაირ ფიქრ დედა მომიკოდეს ალბათ ყველა აი მაფიქრმა გამიელვა თავში რა. ისიც ვიფიქრე რომ ვახოს ხوار მოვაგებინო ფული თუ შოგუნია მეთქი, იმიტომ რომ ჭირდებოდა ვიცოდი. და მე ეხა ეგრე რომ მოვიქცე არ იქნებოდა სწორად და საბოლოო ჯამში როგორ მიგაზყუტელე მივიღე იცი? ჯესეთი ვაპირებდი ხმის გაყოფას რატომღაც ბოლოს. უეჭველი ხო ის რომ ვიღაც შოგუნის სადღაც აწევს ხა. ხო არა, ხომ არა, ნახე მაგიტო დაგელოდე შენ რომ მეთქი კოპალა არ აწევს და ავიწე ვახოზე და მე გაიყოფა და კიდე მინდოდა ლაპარაკი რა. მეთქი 30 წამს კიდე მოვიგებ თქო. და რო ავწიე და შენს რო წავამაყოლე ეს ხელი მეთქი ეგრევე ჩამოვწიე. ანუ იდეაში ერთად ანუ ნახე შენ უკვე მოფიქრებული ქონდა რომ აგეწია თუ არ და რო ავწიე დავინახე რომ უკვე შენს წევ რა და ეგ მომენტი იყო. ხო და ეგრე დაემთხვა და მე კი ჩამოვწიე, მაგრამ აღარ მიშვა. აი ძახთა რომ ჯერ მე ავწიე მე კოპამა, მაგრამ ვიდეო ჯერ უყურე წამზე და ზუსტად ერთდროულად წევენ ხელს ეს ну უფრო ადრე იფიქრე არის ხო კალას გონდა გონებაში რომ ვახო მაინც რაღაცას იყლებდა და ამიტომ არა მე მართლა გითხარი რა მან რომ მოქალაქე ყოფილიყავი
რაც გითხარი მართლა პირველად გითხარი რომ შენ რო შოგუნი ყოფილიყო უნდა მოგეგო ეგ თამაში იმიტომ რომ ვიღაც ფეიქ დეტექტივმა შაღვად შემოგიყვანა თან მე აღარც სროლა მოხდა არაფერი ანუ ყველაფერი მიდიოდა იმისკენ რომ შენ გაშავებდი და всё იმაში არ გაგიმართლათ მაფიოზებში რა მაფიოზებში ვის არ გამომართლა მოქალაქეებს წესიერი მაფიოზები რო ყოფილიყო მანამდე ჩაქსხალდნენ მაგრამ ნუ ბასტო იყო და ის ქუდიანი კაცი ისე რომ გუგა რომელიც ბასტოს უთხარ რატო არ მოკალი მეთქი და ისეს მოკვდაო თვითონ თავისითო ისე ნერვიულობდაო და აუ ბიჭო ძალიან ცუდად იყო კარტი რო აიღო და დახედა რაღაცა აი სულმა დატოვა სხეული რა რაღაც მომში წელს არ ამოძრავებ და ქვევით იყო ამოთხრილი რა ორჯერ რო გაითიშა იქ ხელით მივწიე რომ ერთი გადაღებაა რაც გეტყვი ეგეთ რაღაცას რა ადრე რომ მომივიდა ის ჩემი გადაწყვეტილება რომ შევცვალე ხო გახსოვს რაბანაზე შენც იყავე მაგ თამაში მაგის მერე მან წავედი ქალაქის წინააღმდეგ ქალაქის დანატოვარი ტიპი ვინც იყო იმას გადაუხვიე რა და წავაგეთ და იგივე ვეღარ ვქენი რა ეხა აშკარად ქალაქის შავი იყო უფრო ბოლოთა ვიდრე შენ და მე ისევ რო ეხა ეს ბოლოთა რო ყოფილიყო შოგუნ და მოეგო უფრო ცუდად ვიგზნოდი თავს იმიტომ რომ უფრო სწორი იყო ბოლოთას გაშო ბოლოთა ნულოვანი წრიდან შოგუნზე ლაპარაკობდა თუ გახსოვს შოგუნზე ლაპარაკობდა გადამოწმდა და შენ თამაში საბოლოოდ შენ თამაში ყველაზე კარგად და დამსახურებლად მოიგე აი კალა 100000 ლარს შენ ჩაგირიცხავდი კალას ბოლო წამები გავიგეთ და კოპალას ბოლო წამები მოინტერესებს აი მახა ისა კალა რო გაიხსნა შოგუნად აი მაგ დროს რას ფიქრობ მანდ ანუ რა თქმა უნდა ვიცოდი რომ ბოლო 30 წამში იტყოდა რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო მაგრამ მანდ მე რას ვცდილობდი ცი ისეთი სახე მიმეღო რომ აი გამოვშტერდი რატო აღიარა ამ კაცს მეთქო რა მაგრამ თითქოს მე თან ისე ჩანს რომ გამოვშტერდი მოიცა იქო მე ვარ შენ აქ შოგუნი მარტო მე ვარ რაღაც ეგეთი მომენტი იყო მაგრამ საერთოდ ჯამში ბოლო ეგ წუთები რაც იყო მართლა გეუბნები ცხოვრებაში ეგრე თავარს არ მიგზნია რა რომ მოიცა წყალი შემასხითო ესე რომ იდგა არა წყალი მინდოდა აი წყალი ვერ ვსუნთქავდი რა მე ხარ წააგოს მე რა რომ მოგებულია რამე არ გააკეთოს ყლეობა ბიჭო არა სტრესია ძალიან დიდი ძალიან ბევრი რაღაც შემოდის ლოგიკის გარდა ბოლო წამს და ეგეთი რაღაც მომივიდა მე რომ ვერ ავიწიე ხელი. აი ის რო იყო ბოლო ღამე როცა იყო ჩითურ ამბობს რომ იღვიძებს ეს და მაშინ გავიღვიძე რა პროსტა და აი პროსტა მინდოდა რომ სიმშვიდე მეპოვა რა. აი ვერ ვჩერდებოდი იმიტომ რომ ჩემს ალბათ ერთ-ერთ ყველაზე დიდ სრულთან ვიყავი ძალიან ახლოს. რომ კი ოლსტარი მოვიგე რაღაც ისეთ მაგრამ ანუ ეს იყო სიცილიაზე თამაში და ყველაზე პრინციპული ფინალი იყო ასე რომ ვთქვათ რა. თან ვაფშე მინდოდა რომ მაფია ყოფილიყავ იმიტომ რომ მაგ სახლში მაფიობა უფრო მის გამისწორდებოდა მაგრამ ნუ თან პირველად ვიყავი შოგუნი გადაცემაში არასდროს არ ყოფილა. თუ როგორ გაიგო 10-3-ზე გაგიყვია რა ვერ არის აჩუმდი იჯექი რო გაიგუძე და מחარა რო დაინახე არ ფიქრე რომ წაგებულია ეს ხელიო რო გავიგუძე და מחარა რო დავინახე მანდ მივხვდი რომ აი მე დეტექტივი უნდა ყოფილიყავი ხო იცი просто დასკინტული ქონდა კარს თუ რაღაც ეს ძღნერიედო ზევიდან და ძალიან ზიზღით გავწიე გვერდზე და ჩემს მერე იყო ქორო რომელიც დეტექტივი იყო არა მე რო დეტექტივი ყოფილიყავი მე რეკენახა შეჩემა ვიგა დაამოწმე მე უფრო მე იმენა აი რა მის დეტექტივს მე დავიჯერებდი ანუ შავდანის დეტექტივს არ გაიხსნა 1000-ობით თამაში გაქვს ალბათ მაფიის ნათამაშები ხო? ტოპ ემოციურად მე რამდენი ადგილს დააყენებდი ამ პირველზე რა თქმა უნდა ანუ ამ ფინალს პირველზე დავაყენებდი თან როგორი მომენტი იყო აი მაგას საუბრობდი ზეგან რომ მე უკვე როცა იწყებოდა ხმის მიცემა აი თქვენ ორს რო გიყურებდით რა ძალიან დიდი დეჟავუ მქონდა იმიტომ რომ მე და შენ აქამდე ვსდარვართ ეგრე ბოლოს სამკაჩი ეგეც ფინალი იყო რა მაგრამ მან შენ სადაც არ უნდა აგეწია ხელი მაინც აგებდი იმიტომ რომ მაფია და ის ვიყავით და შენ მაგრამ თან შენ გიყურებ თან შენ მაშინ ჩემზე გაკ ხელი აწეული თან ფინალია და მაფია ბოლოსაც ის არის ბასტო მე და კოპალა ვიყავით და თან პირველი მეორე და მესამეზე ვიჯექი და ეს მაფია იყო არა თან მან იცი რომ ღამით შენ აქ ფინალში არ ყოფილხარ უბრალოდ მან ღამით მე რომ ბასტო მომეკლა ეგრევე ვიგებდი თამაშიც თუ ეს მოიგე ხო გახსოვს მაგრამ რა მოხდა სად ბასტომ ესროლა იმას 6 ნომერს დეტექტივი ვინც იყო და მე 6 ნომერს ვესროლა მე რომ მანდ ბასტოსთვის მესროლა თამაშს ვამთავრებდი ეგრევე და ეგ რო გავიაზრე მე აი ძალიან ცუდად ვიგზავნი თავი და აი ხა ბოლოს სამკაცს რო გიყურებ და ისევ პირველი მეორე მესამე არა მაგრამ ამ ისევ აქაა სიტუაცია და არ ვუყურებ ხელს წევ თუ არა და აი გული როგორ მაგიცი ვისროს თამაშს და ნომერმას სამათქო და ავწე ხელ და გავხედე რომ კალასაც აწეული აქ და იქ მე კრუპნი კადრი არის რა ის ნიღაბი მივარდება ხელიდან რა და ეგრევე თავზე ვიკიდებ ხელს რომ აი არ მჯერა რა რომ მოვიგე და რაღაცა და ეგეთი ემოციური რაღაცა ცხოვრებაში არასდროს არ მიგზნია ეგეთ. ცუდად ვიყავი ყოფალ შენ არის. და ეგ შენ რო წაგეგო ეგრეთ ცუდად არ იქნებოდი. არა. ანუ შენ რო წაგეგო მან ეგრეთ ცუდად არ იქნებოდი როგორც მე. მე კომენტარებში ეწერა რომ რატო იყავიო ცუდ ხასიათზეო ჩემზე რა თუ რაღაცა ფინალი მოიგე რაღაცა და რაღაც მომენტში კადრში ჩანს რომ რაღაცნაირი სახე მაქვს რა ძალიან
დათრგუნული ვარ და ეგ იყო იმის გამო რომ აი აქეთ ვიყურებოდი რა ხდებოდა რა. ანუ რაღაც მოჩ მე ხო ზამბედნიერი ვიყავ, მაგრამ აი ამას რომ შევხედე რა. გეჯმევა ხასიათში ვიცი. აი ამას რომ შევხედე და მე რო ბედნიერი ვარ, ეს რო ცუდა და აი ხა წარმოვიდგინე ამის ადგილზე და მე თავს ვიკავებდი რომ რაღაცა ძალიან ზედმეტად არ გამოთქოთ, იმიტომ რომ აი ძალიან დავითრგუნე რა რომ შემოგხედე, იმიტომ რომ მე ამის ადგილზე დავაყენე თავი რა. მახარ ერთი წამი რო წარმოვიდგინოთ რომ კალას მაგივრად შენიყავი და შენ მიიღე ეგ გადაწყვეტილება. ზუსტად თუ შეგიძლია რა ემოცია და რეაქცია გექნებოდა? არაფერი ჩვეულებრივი შეჭამა. ანუ წავაგე რა 5-იან. ოპა. არაფერი. მაფიაზე ეგეთი ის არა მაქვს, გაკრეჭო, ანუ რა ქვია მაგას რა, აი პოკერზე რაც მაქვს, აზარტი ხვდები? იქ ვერთობი რაღაცა ხუმრობა ისა ესაა. აზარტი ეგეთი არა მაქვს. არ საბასთვის გაჭედვაში ჩანდა აზარტი. ამის გამო გაუჭედე საბას. ანუ არა საბასთვის უნდა გაეჭედა, ანუ ტიპი არაფერს არ ეუბნებოდა, პროსტა ეუბნებოდა რომ შავი ხარ. ბასტოსთან გაჭედვაშიც ჩანდა აზარტი. არა, ბასტო ბიჭო ეგ იყო. არა, ეგ ბიჭო, მე რო უთხარი მე მოიხარა. მე ამოვიხარა. ესე ის და ეს ლაბრადორი რომ მოიწყენს. რატო იცი, ამან რო იქ მითხრა და მე თუ ამოვიქოქებოდი, ამას ეგონებოდა რომ აი დამიჯერა. ხო, მაგრამ ამოქოქოც არის და ამოქოქოც შეჩემა თავს მოგაჭამდა, ყელს გამოგჭრიდა. ეგეთი რაღაცა მე ამისგან არ მახსოვს. მე და მაგიტო. მე მგონია რომ იქ მაგ მომენტში აზერში იყავია, რა. მე მეუბნება ხოლმე ტატო რა, ტატოს აქ ხოლმე შენიშნები რომ კაი შეცემ რაზე ნერვიულობ და რაღაცა. ტატო. ანუ თვითონ ტატო ჭედავს ხო, ანუ მე სხვა მაგალითზე მოყვა. შენაზეც ნერვიულობ, მე იმაზე არ ნერვიულობ ხა და ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი აზარტის დახარჯვის სივრცე და მაფია მე მევასება მაგ პონჩი რომ მე მანდ ვიხარჯები, ყველა მანდ ვიხარჯება. შენი ხარჯები პოკერზე. მაგრამ ეხა ნუ მე არ მიკადრებია ეხა ის პოკერზე შედი კადრ მაფიაზე. პოკერზე რა ვიკადრე, ბიჭო, იდი ნახე. არა, აჩიკოს ბრალი იყო. როგორ შემოვა? როგორ შეიძლება ბიჭო რომ ოლინზე შემოვიდეს ტიპი. არა, ბიჭო, მანამდე რომ ალუქოლავ და ოლინს არ ტყავს, სო ეხა რაღაცა პოტი რაც არის მე წავედა. არა, ბიჭო, მაგარი. ალესავით რომ გიბრახუნებს რა. არ შემოვალ ანუ შანს რომ უშვებს რომ შენიანი გააგდოს არ მაგ დროს აი ულაპარაკოთ ჩეჩება. ეს მავანის შეცდომაა რომ შენ დააჩიკო ერთმანეთს დაგსვათ. აუცილებლად. ჩემი აზრით. ბოლო ორი უნდა დარჩენილიყო. არა, ძალიან გთხოვ ეს გამოვასწოროთ და מחარ არასდროს არ მომეწოთ, მარტო აჩი მივიწვიოთ ხოლმე, იმიტომ რომ აჩი მაჩვენა რომ გაცილებით უკეთესი მოთამაშეა ვიდრე מחარ. ყვარა მეუბნებოდა რომ უნდა მოგიწვიო და მე ასაკი უთხარი და კაი 3 წელში მოგიწვიო. შენ ხარ 22-ის. პატარა ბავშვი. მინდა რომ თამაში გასაგებია რა, ეხა მინდა რომ გადავიდეთ სიცილიაზე. აჩი პირველი შეკითხვა მე მაქვს შენთან, მოდი შეიძლება? კი, გისმენთ. როგორ მოგეწონა შენ გარშე წაწელი პოდკასტი, აი ცოტა გადაცდომები ხო არ გქონდა? სრული ქაოსი იყო. ანუ მართლა რა. მანქანა რომ შემოვიდა ეგ ნახე? მანქანა რომ შემოვიდა. კაი, ანუ ჩვენს კი რომ მოდიოდა, იცი და რაღაც მომენტში პროსტა გადაუხვია. იმიტომ რომ 85 წლის იტალიელი ნახე გეტყვი რა. პოდკასტის ყურება რომ დავიწყე, კარგად დაიწყო რა, საინტერესოდ რაღაც შინაურული უკა ვიღაცების ყნა. მე იმდენად ერთი და იგივე იყო მთელი გადაცემა, რომ აი ერთმანეთი შევაფასოთ, აი რას ფიქრობდი, როგორ ფიქრობდი. მე ბიჭო, დაიწყე სამათვა რა არაჩვეულებრივი ხარ, ერთმანეთს ეუნებოდნენ და ანუ დავიღალე რა. מחარ არის, ნინიკო, იმენ არ გაჭერდა. მე ესე ნინიკო მე არ მეგონა და ვიჭექი უყურებდი ამას. მოკლედ ქაოსი. აჩი არიცი ანა მაგაცემს. არა ორგანიზებული როგორ უნდა ისტორია მოყვა, ძაღლი როგორ წაიყვანა, მეორე ძაღლთან მაგნებართვას ავიღებ და მოვყვები ერთხელ. კაი. რომ ნინიკო მამარდაშვილს ძაღლი რომ იყავს ქალ ძაღლთან რა. ანუ მე ის ფული მომეწონა ჩაჩირას და გააკეთე. ხო და აი ნებართვას და როდესღაც მოვყვები. ის არის. იქ ისეთი გამოკითხა რომ გააკეთა. რა? გამოკითხა გააკეთა ჩატში ამ. დედას ვიცავ რო ჩამოვედით, ეს ჩატი ხო იყო საერთო ვინც ვიყავით იქ. კლასელებად გადაკეთე. იწერებოდნენ ბიჭო სულ რაღაცებს იწერებოდნენ. მეთქი თავი დამანებეთ, ანუ არც მინდოდა რომ გამოსულიყავ ხა მაგ ჩატიდან უტაქტო და ესე ტონი. კალა გადარჩა რომ ჩვენ არ ჩაგვიჭ, ანუ ჩვენ კი ჩაგვიჭა მაგაში და ქოროც არ წამოვიდა რა. მე და ბასტო კი ვიჯექით, აი ძალიან ისე ვხერხულად ოჩითიც უყედით რა. აუ როგორ წა. შენზე ყველა ყვება რომ თვალით არ გვინახიაო, იშვიათად გამოდიოდა და მართლა ეგრე იყო? რატო იყო? მე ვიყავი מחარას მანქანაში განაწილებული. HDMI-დან. და ჩვენ ვიყავით ცალკე იმაზე რა ქვია, მოლში. ADHD? ესენი რომ წავიდნენ, ჩვენ სხვა სასტავი ვიყავით რა. რა არ გამოვდიოდა. საღამოობით არ გულაობდაო ჩვენთან ერთად. აი ეგრე არავინ არ გვა. ბიჭო მე ბლეფი ვისწავლე თამაში, ლაშა გილაში მაგა. ნახე და გამისწორდა. აუჩ, ეგ თამაში არის, ანუ კაი, აი. ერთი დღე მე და ლაშას ის ქონდა რაღაცა სეანსი საღამოს.
ოთახში მე და ლაშა ვიყავით და განხილვა ქონდა მაფიის ხელების რაღაცა. მე YouTube-ზე ვილაპარაკეთ, როგორ უნდა იყოს სიტუაცია YouTube-ზე დაალაგებული. ჩემგანში ვილაპარაკეთ. მაფიის ხელები რა, ჟესტიკულაციების თემი. არა, ხელი დავალაგეთ, რომ იმ ხელში რო ესექენი და ამ ხელში რო ესექენი და მაფიის ხელები. მაგაზე აშიგა გაქვს ცოტა არა უშვს. ბიჭო, არა, მე ვიტყოდი რომ ბედნიერი 3 დღე იყო, სადაც აი არა, კაი იყო. იდეალური კომანდა იყო, ანუ რომ კომპანიებსაც ჭკუა ქონდეთ, ეხლა იქ YouTuber-ებს შეკვრი და ერთხელ წაგვიყვანდა კიდე და მაგარ რეკლამებსაც გაიკეთებდა. აბა სადა აქვთ. აქედან ვინმე კომპანიას მიმართავ, აი ეს სასტავი ვინც იყო იქ. ერთი ორი გამოკლებით. ვიღაცებს ამოვაკლებ, მადლობა კალარო დამასარი. ამდენიმის გამოკლებით. სადმე აი 3 დღე რა და ყველამ თავისი ლოგიკა. არა, 3 დღე რომ მიდიხარ არა იცი. ხო, 3 დღე. ამარ ჩვენ ხო უდამრავი საქმე გაქვს. 3 დღე და წვენებით. წვენები მაგიდაზე. წვენები არ იყო მაშინ. წვენები და წვადი და ყველა თავის კონტენტს ჩაწერს. ჩვენ პოდკასტით ჩამოვალთ. იქ ლაშა ფოკუსებს გააკეთებთ. მაფიას გადავიღებთ. ხო, მაფია რაღაცა off season-ი ძალიან კარგი. არა ბიჭო, ამდენი რამე თუ გადავიღეთ თავისუფალი ნება, ვის პროსტა vlogs გადაიღებს ყველა. იმიტომ რომ მე დაისტრესებიან და ეს საქმე რო გაქვს კიდე ცალკე ის არის. ძალიან კარგი იქნებოდა. დიდი ამბავი გამოგვრჩა ერთი. სახლის გათამაშება აშიკო? ეგეც კაია რო ახსენე, მაგრამ შენ რა სახს ელაპარაკ მე სევიზამ. მიდი ილაპარაკე და მე კარგად მოგისმე რომ მოვიდო. არიცით, აი სიტყვას რო იძახით, პირველი იუთუბერი ვარ, ამ სიტყვის მერე მართლა პირველი იუთუბერი უნდა იყოთ. საეჭოზე დევს დაიდო ვიდეო, დაიდროფა, სადაც შეგიძლიათ მინიშნება აიღოთ სახლისკენ 55 კვადრატული სრული გარემონტებული ბინა. ერთ-ერთი პიანინოს შეტანა გიწევს. ანუ Prime House-ზე დიდი სახლი, რაც მაგად გაათა ორჯერ. სამჯერ. სამჯერ. ხო და შეგიძლიათ შეხვიდეთ და მინიშნება უკვე აიღოთ ვიდეოდან. აქვე ეს მინიშნება რისკენ არის. ალფა სახლს დიდი მადლობა, რომ ეს შესაძლებლობა მოგცა. მაგრამ სხვა რაღაცას ვამბობდი მე რა. არხი რამდენ გამომწერზეა? სპეშალი. რამდენ გამომწერზეა არხი? 100,000. ავედით ხო 100,000. უიე, რა ხელა. რა არის მაგისტე და აჩი. ის სადაა? შენ სამოვარდი ფორმიდან. იმედია იმ ბათონს რომ გამოვიწევთ, აქ დავკიდებთ და მაგის იმას არა, აქ უნდა ეკიდოს. მაგის დერბის უკან არიდება, ხო, ანუ მოსაწყენი დატოს უკან არიდება ეგ და იდება იმ გადაცემის უკან, რომლის დამსახურებაც არის ეს. ეს ისე. ვაპირებთ როგორც იქნება ლაივი გავაკეთოთ თვის ბოლოს. ეხლა რა თვია? ეხლა არის ივლისი. ხო, ამ თვის ბოლოს უკვე გვინდა რომ ლაივი იყოს მიზერული თანხა ეღირება სიმბოლური, ვისაც ამის არა ბევრად იაფია 20 ლარი ალბათ თუ რაღაც. ესეც იმიტომ რომ რამდენი ადამიანს ექნება საშუალება და ალბათ 300 რა. ხო. ალბათ 300 ადამიანი იქნება. ყურადღებით იყავით, თუმცა ბეტსონის Instagram გვერდი გამოიწერეთ, იმიტომ რომ იქ დაიდება ხოლმე უფასოდ ბილეთები, პატარა ჩელენჯებით შეიძლება რომ უფასოდ ისაქნა და ყველაზე მთავარი არის ის, რომ გათამაშდება სკუტერი იქ ხალხში. ანუ 300 კაცში ვინც მოვა 300 კაცში გათამაშდება სკუტერი ეს ტატოს ერთ-ერთი სკუტერია თუ ცალკე არის ტატოს ხო სკუტერების კოლექცია ტატო იდგება და ინერვიულებს იქ რა როგორი ჩემი სკუტერი საწაო არა ამჯერად და კიდე თამაშდება PlayStation-ის კონსოლი რო ხო იცი Nintendo არა და PlayStation-ს ხო ანუ აი PS-ის ჯოისტიკი როგორ მონიტორი აქვს შუაში და Steam-ზე მუშაობს. ანუ თამაში PlayStation რაღაცა Steam Deck-ი? არა, Steam Deck-ი PlayStation-ის პროდუქტია. PlayStation-ს რომ დააკავშირო რომ მაგრამ მაგას PlayStation ჭირდება შეჭირდება. არა. არა, შეგიძლია PlayStation-ის კარშე drive-ზე უნდა იყიდო რა, რაღაცა drive-ზე არის და იქიდან ემუშავე. მაგრამ კაი რამეა. PlayStation თუ გაქვს მაგას აკონექტებ და სახლში შეგიძლია. აჰა, ოკეი. ანუ PlayStation რო ყურსუ PlayStation რო თამაშობთ, ეს მინდოდა ეს პროდუქტი რაღაცა ახალი არის, თან კიჩია, თან ოკეი, გასაგებია. ეგეც გათამაშება. ძალიან კაი. მეგობრებო, როგორც იქნა, ნუ მე მაქვს იდეა ბუდში. რაღაცაზე არ გადავაგდეთ ხალხი. რო თოკებით დავეშვათ რა ნისლში. რამდენად გამოგვივა არ ვიცი, ეს კამები იქნება, ნისლი იდგება და ამ ნისლიდან დავეშვებით რა. მე და შენ? ხო რა. რა თოკი გამიძლებს? მე რა გამიძლებს, მაგრამ შესაძლებელია. არა, სერიოზულად გინდა, ხო? ხო. აჩიკო ნედუთაებს ჭრის? რა მომზადებული ბიჭია? აბიჯი აი რა. მე მგონი უფრო პუშ ჭრის რაღაცა. არა, იმე ეს აქ. დას გაქვს, რომელიც ხაღალ ჭრის და როგორ მომწონს ორგანიზება ზოგადად. 100,000 გამომწერზე რო ავედით ეს 30 წუთის მერე ვთქვით, ეხა რენდომ თემები დაიჭრება და არა, რაღაცა საიტესო წავიდა გიორგი საუბარი. ეგა რა, მოვიდა ბუნებრივობა არის რა. და არ არის რაღაც ყოველფერი გამზადებული წინასწარ და ასე. რა, რენდომ თემები ეხა უნდა მოდიოდეს. რაღაცის ჭრა გვესმოდა იქეთ და ეხა მოვიდა.
TKTG-ზე იქნება ბილეთები, მეგობრებო, სადაც მიზერული თანხა ეღირება და ვისაც ეგ საშუალებაც არ გექნებათ, შესაძლებელი გექნებათ, რომ ბეტსონ სპორტზე უფასოდაც მოიგოთ ეს ბილეთები პატარა ინსტაგრამზე, ხო. და ჩემი ინსტაგრამი უკვე 32000 გამოწერს გადაცდა. არ ვიცი ესე უცებ-ესე იმედია კიდე ეგრე არ დამბლოკავენ წიაზე მაგის გამო დამბლოკეს რომ ბევრი გამომწერი მომემატა. ჩემი ინსტაგრამი იქნება დაბლა g.maxara გამომიწერეთ მეგობრებო, იმიტომ რომ მე ვხვდები მე ვხვდები ინსტაგრამერი, პარალელურად beauty ბლოგერი და სხვა კომპანიების ხარჯზე ახერხებ ამას აიგეც ხო. როგორ გემატება ეს სწრაფად? არასდროს სიძვის ხარჯზე არ მომემატებია ფოლოვერები. ყოველთვის რუდუნებით მემატებოდა ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად. კოპალ. მოდი ხალხი ხა შენ მაფიიდან გიცნობს და საიდან გაიჩითე მან ეგეც გითხარით. ესე იგი ქუჩაში მოდიოდა G2-ში და G2-ზე წავიკეთ. ეს დაგდებული თეთრში გახვეული. მე საკეთებდა. აი ქუჩაში აკეთებდა ამ მეებს და G2-ში აღმოაჩინა. რამდენი წლის ხარ? 22-ში. აუ ბიჭო, მაინც ეგ უნდა მოუყვე. გათენდა კი არა და დაღამდა. იღვიძებს იაკუძა, მიენძრევა შოგუნი, ისმის ხმა. გავიღვიძე, გავხედე ამ ჩემსაც მეთქი ვისავ ხლიწო რა. ბასტოსავ გლიჯო. ჩემი დედა იძახებს ეშმაკს. გამოიძახა ეშმაკი? აგინა აგიხსნა რას გეუბნებოდი მაგრამ ვეუბნე. მე ვიცი რომ ეხლა კოპა. გაიმევა რა, კოპა იგივე მოძრაობები გააკეთე და კალათ მიხდება რა. ისე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მოდი. ეს არ ვიცი. მეუბნებოდი რომ ბასტო ის არისო, მითხარია, არ ვესვარ თუ ქილი აღარ ექნებაო. და სხვა სუსრო. ნუ დაახლოებით ოღონდ შენ გაგიხსნა იგივე მოძრაობები, რომელიც კაი, ნახე. შეჭა პროჯი მომეჭირა რა. გაიმეორე. ხო, ამაფის მოთამაშეებს შიგა. ბიჭო, ნახე, ესე. ეს რა? თუ 800 მოუკლავს. ახლა მე ეს არ გააკეთა მაგ დროს. არა. ეს მოყარი? ანუ ნახე, აი ეს არის მაგალითად 10-იანის მოკლა, ეს არის 8-იანის მოკლა. ანუ რამდენი თითსაც ხრი? იმის მოკლა არის რა. და თუ 800 მოუკლავს, პროჯი უღუტუნებ. მე მე 2 კილი აღარ იქნება და ეგ არ გვაწყობს თქო. ან მაგას ვეუბნები რა. ანუ ნურთა ანანოში რა 2 კილი დაიკარგა. არა, მე გეტყვი, მანდ ბასტო რომ მოგვეკლა, შეიძლება იქ თამაში ვერ მომეკო. იმიტომ რომ ბასტო რომ მომკვდარიყო, მე ლაშა აღარ მოკვდებოდა. იმიტომ რომ მე კილს ვეღარავნი ვეღარ აკეთებს თამაში. ჟესტებზე ნა ვინ გამოიგონა? მაფიის ჟესტებზე. აუ, ესე ალბათ არა. G2-ჯემ დაასურათა და ეს ეიჯდა ერთხელ ბლოკნოტი გაშალა და მოდი ეს იყოს თუ. ნახე, მან დავამოღამე რომ ბასტო იყო ბოლო ადამიანი, ვისაც შეეძლო რომ ახარას კარდა თამაში ესროლა რა. და ბასტო მე არ მომკლავს, იმიტომ რომ მე მებრძვის ხო, შესაბამისად מחარა გაყავთ რა. ანუ მე და מחარას არ კლავს. კლავს ვიღაც ისეც, ვინც მეც მინდა რომ მოკვდეს რა. და მან რომ ბასტო მოგვეკლა, შენ პლუს გახვიდოდი მაგ წრეზე და მე 6 კაცი ურჩებოდი და მან უფრო ბასტო დაბალწია ხელი. ბასტომ შენზე კი აწია, მაგრამ ნახე, მან მაინც შენ გადიოდი 5 თუ რაღაც ბევრი ხმით გახვედი და შენ გახვიდოდი ყველა ვარიანტში, ვიდრე ქალაქს არ ეხმარებოდი. და მე არ ვიცი აბაზე ხა რატო დაგტოვო? ხო და ნუ მე შენ ვიღაცა შენ რო შავი მოგდის და მე რაც ვითამაშ შენთან ამ სეზონს სულ შავი იყავი მაგ დროს თო დასახო ვინ არიან შენთვის შავები არ ვიცი რა თმინდა არ ვიცი მოთამაშე სულ რო პატიოსანი იყოს თუ მეუნება რომ არ ვიცი და ვერ ხვდები და რაღაც წადი კარგად იყავი მაშინ გეტყვი და ნახე მაინც იგივე სურათამდე მივიდოდით მაინც მე შენ საბა და ვახო დავრჩებოდით მაგრამ პროსტა პრობლემა იქნებოდა ის რომ ბასტო მოკვდა და ბასტო თუ მოკვდა, ანუ შეიძლება 8-იანმა ახლა ესროლა, ან მე ვესროლია რაღაც ეგეთ და მან რო 5-იანი მოკვდა, იმათმა ჩათვალეს რომ აი, აღარ მინდა ეს განხილვა ფინალის მაგიდის ახლა. ნახე, მე რაღაცა კითხავს სამხოლმე. და მე ეს კითხვა იკარგება, იმიტომ რომ არის მეორე წამყვანი, რომელიც პროჩიტით ტაკებს ხოლმე, მე რო კითხავს სამ. ანუ გათენდა ხალხო, გაგათენდა, ყალს კითხე რაღაც, მოდაცადე ჭირა. ო, საიდან გაიჩნდა მაფიაში? მე მახსოვს ლაივში რო თამაშობდით ონლაინში, გაგაძრე პირველად გზელითები ქონათ ან მაშინ. ხუჭუჭა ესეთი. საიდან აბა? მოკლედ, თქვენ საერთოდ თავიდან YouTube-ზე რო დაიწყეთ მაგის კეთება, მე ანუ პროსტა სახში ვიჯექი. ჭამდი და გიყურებდით რა რაღაც ეგეთი ვარიანტი იყო. ონლაინი იყო მაშინაც და იყო პირველი სეზონი თუ რაღაცა რა. და ნინივიანი ხო გახსოვს? ეგ იყო ნუ არჯემ მეგობარი, რომელსაც ვკითხე რომ ეს რა საიტია, მეგობრებთან ერთად მინდა რომ შევიდე და ვითამაშო თქო რა. ანუ მომცა რაღაც ლინკი, ну შევედი ამ საიტზე და ვიღაც ხევთან გავიჩნდა, რომლებიც თამაშობდნენ არა ესეც, ანუ რაღაც სპორტულს რა, სპორტულ მაფიას უბრალოდ რომ მე როგორც გავიგე, G2 300 რაღაც კომუნიკაცია ქონდა და ესეთი შეუქმნეს ცალკე, ოღონდ ეს ცალკე როგორც იყო თქვენ ასაც თამაშობდით. ეგეთში ვერ შევიდო
შევიდოდი მე თუ ჯითუ არ შექმნიდა რა და აი ამას ვითამაშე მაგის დედას თქო და ბიჭო ერთ დღეს საღამოს შევდივარ და შემოვიდა ჯითუ რა და ეხა უყურე ხუთი ვა ეს კაცი აქ რა უნდა თქო და ვა კოპალო და ანუ ავე სხვა კოპალაში ავერიე თავიდან რა ერთი იუთუბერი იყო ადრე კოპალა თუ რაღაცა კოპალუსიო თუ კოპლაუს თუ რაღაცა ეწერა მოკლედ რა და ეგ ვეგონე მეთქი მე ჩუმად ვარ აი ეგ ვარ ეგ რაღაც ჩემპონჩი რაღაცა და მანდაც ვიტყვებოდი მაგრამ ნუ ანუ მეც მქონდა YouTube არხი თავიდან რა ეს ხო ყველას იცნობს ვისაც სამი გამომწერი ყავს ყველას იცნობს ჯითუჯი ცოტა მაინც ინტერესით მაინც გამოიხედი აქეთ რომ უსმენ ადამიანს არა ბიჭო მე მეძინება იმიტომ რომ გუშინოთ ხო და ნუ მოკლედ მანდ გავიცანი და ნუ მაქედან მე დავმეგობრდით მე რაღაცა ონლაინიდან რო გადახვედით უკვე იმაზე ერთხელ მომიწვია და ონლაინში მე ხშირად ვიყავ და მე უშუალოდ ლაივი რო გაკეთე და ერთხელ მოვედი და მე აი მეორე სეზონს იწყებდნენ და ჯითუმ დამირეკა რომ ანუ იცოდა რომ სოციალურ მედია მიმართულებით მუშაობდი რაღაცა ისეს და გავხვდი ასე ვთქვა და მაგ გუნდის წევრი ანუ სოციალურ ქსელებში რაც კი რამე იდება რაც ან პოსტები თვითონ ჯითუჯის პეიჯი მაფიის ღამის ჯგუფი ყველაფერი ინსტაგრამი ყველაფერი იყო ჩემი გაკეთებული რა და დღემდე ასე ვთქვა მე ასე წყალაში ხელმძღვანელობ რა დაიდება კონტენტი კონტროვერსიული შეკითხვა რა დავსვა შეიძლება აბა მაფიის ფინალზე რამდენი მაფიის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი იყო კონტროვერსიული რატო არის ადგილზე არა მაფიის მაგიდაზე მაგარი ჩამჭრელი კითხვა არა მაფიის მაგიდაზე რა ანუ ხო ვინც მაფიის მაგიდაზე 2 3 ნოდო არის ედიტორი ხო ჩვენ ანუ მიდიაში მაფიის გუნდი ვინც ვარ სამი კაცი ყველა იქ ვიყავით გარდა ჰიტას ლაშა რას აკეთებს მაფიაში ლაშა ძალიან ბევრს რაღაც ისე საკეთში გვეხმარება ლაშაც იდეაში გუნდის წევრი არის ძალიან ბევრი აბთან გვითამაშია შეჭე 4 კაცი 4 ყოფილან ხო აბთან გვითამაშია მაგ კიდე კაი მოვიგეთ ჩე ლაშა ძალიან ბევრი რაღაცაში ასე ვთქვათ მყარი საფუძველი არის ჩვენი გუნდის და რაღაცა ანანო საერთოდ ჩვენი პროდიუსერია ჩათვალეთ მე არ მომეწონა სტუმრები ყველა არა ხო არა იმის გამო არა ანუ დრამატულობა ქონდა თამაში უფრო კარგების თამაშია კაცო ხო თამაშის ხარისხი დაბალი იყო ძალიან მარტივად გაიმარჯვა არც ერთი ფინალი ამას ადარდე ხა თამაშის ხარისხით არც ერთი ფინალი არ ვარგოდა ჩემი აზრით აუ ვერ დაგეთან ხო აი ესეც არ ვარ არა 3-4 მოთამაშე ყოველთვის იყო სანამ კალარ მოიგებს ფინალები იქნება ბასტო როგორც კი მოიგებს ფინალი იქნება ფინალი მოგებული მაქვს შეჭი ბასტომ თქვა სხვათა შორის რომ პირველი ფინალის გარდა ის 4 ფინალი რაც იყო ყველა იყო რაღაცნაირად დრამატულამდე მივიდა ხო თამაში კაცო შეიძლება რომ სეზონის რომ რაღაც მეორე მესამე დავამატებდი ჯეირანი უნდა იყოს რომ მოიგო ორმა კაცმა ჯეირანი უნდა ითამაშოს და ერთ-ერთი კიდე უნდა გავარდეს სამდე სამამდე ეს ჯეირანი ბახარო მეორე ვერსია ესეთი რომ იყოს წვლილის მიხედვით რომ ნაწილდებოდეს საპრიზო თანხა ჯეირანი ძმა არა ამან თავის გემუგეჭამთი ეხა ერთი 3000 ლარიანის ფიჩი ეგ იყო მარტო წვლილის მიხედვით იყოს შეიძლება საერთოდ არ შემხვდეს თანხა იმიტომ რომ ფაქტია מחარ მოიგო რომ უყვიროდი არა ეგ არის ნახე ეგ არ შეიძლება ეგრე რატო არ შეიძლება არა გამოგაჭამთ რაღაცას და ყვირილი არ შეიძლება ფოლია რა კა მე მაგ ისეთ ცუდ დეჟავუ მქონდა ის რომ საბას უყვიროდა მეთქი מחარ არ გინდა არა ყენონ ეხა და არ გაუშვა არა მე მახსოვს ერთხელ მეც გადავეკვეთე საბას ესე წინ მეძდათან და მეც უყვიროდი დავცინოდი და ბოლოს თუდად დამთავრდა ყველაფერი თან ტიროდა და ხო ეს ტირი ანუ ეს წრემლები და რაღაცები ხალხს მაინც ხანერად ხდება გულზე კალა მაქსაღამოს ოთახში წახვედი ჩაიკეტე თუ არა გარეთ ვიყავით ლაპარაკობდით და არა ჩე რა პასტოს ებაზები რომ ქორო წამოვიდეს მე კავალ წინაზის თქო რა და უკრიდა სამი გიენა არ ჩერწავედა ტვის თერგზ აი რაღაცებს თავის ფიქრებშია რა მივედით აი მოვალეობის მოხდის მიზნით რომ არ ეთქვა ვინმეს აუ კაი წავიდა ეს თუ რაღაცა დაჭდა მაგიდაზე გორცის აი ზუსტად ეს რაღაცა საიღებს აქ ხალხი ჰა ფულს ხარჯავთ აი ეს 5000 ლარი კოპალამ გაქნია რაღაცში და ეს იმენა მაგაზე ვაფშე გიждდება გაიგე ეს თვითონ ვერ ახარჯავს იმიტომ ვერ მოიგო ხო და რაღაც ანალიზებს და ლაშა დაუჯდა მე ეს კალას თავი იყოს და კალა გთხო ხო და რაღაც ანუ ეს უნდა შემოის ხალხი ხუში კოცნის ხორო გთხო გაჩე და
წავიდა შეჩება იმისმე აეროპორტში ამოიღო ხმა მარტო აეროპორტში ამოიღო ხმა ეს რომ მარტო პარკით იყო წამოსული თუ დამოყოლე ყალა ჩამოდის აი ქართველი მოსაპარად რომ მიდის გერმანიაში ერთი პარკით რომ მიდის ცელოფის პარკში როა ყველაფერი ჩადებული აი ყალა მოდის და შევიდეს ჯოშიკების გამოვიდა აეროპორტში შავი პარკი უჭირავს ხელში შეჩება თან რამე კი არ უდევს პროსტა უჭირავს რომ დაჭირდეს მოსაპარად აქ ჩადოს არა ჩვენთან ერთად არ ჩამოვიდა შეჩება მარტო თვით ვიყავი რა გინდა და პარკი არა ეს თბილისიდან ჩვენთან ერთად არ წამოსულა რა მე ჩამოვიდა და ჩუსტებით გამოვიდა შეჩება მარტო იქ აეროპორტი მართლა პარკი ჩანთო ვაფშე ვაჩიკო ეხლა თუ მოვედი მარტო მახარა რო ყვება რაღაცას მე მართლა მისვამ სიმკითხოს ამას წინა სუფრაზე რა მითხრა იცი ერთ ფახლობელმა ის შენი მოხარშული არ არის რა მეთქი ანუ ხო კაი ეხლა მახარაზეც ვიტყვი რა უნდა თქვა იდეალური პასაჟირი ვიყავი მე ვაფშე არა მახარა კაი ბიჭი ცუდად რა გახდა თვითმფრინავში არ ვიყავი მე კალას ადარიო კალაო და თვითმფრინავში ვერ დამინახა ყუჩები გალურჯებია რომ ვაიმე კალას ადარი ჩემი კალა მაგას ეს იღებდა სპეციალურად როგორ ბილეთებს იცი იქ რა ქვია ემერჯენსი გასასვლელები რაც არის რა და მეთქი ანუ სანამ აქედან გავფრინდებოდით აი რატო შვება ამას ხო და ის ერთი ინდოელი ემერჯენსი გასასვლელთან იჯდაო რა ვინც გადარჩა ის ერთადერთი ინდოელი მაგის ვიდეო მასალა არსებობს შენ ცუდად გახტომი ის თუ არ არა არსებობს ვინ გადაიღებ არა ჩემ თვალებს არ დაავიწყდება თეთრის ბრუნავს ჩამოვაგდებდი წინი ჩემს წინით და ეს საბა საპანაძემ ამდენი ხანია ფეხბურთელებთან არიან და პირველ დახმარების გოლზე არ არის შეჩება და სტუარდესა უარეს ეგრეთ წოდათ გიყავი რომ პირველი ფერი არ დახმარება ქონდა რაღაც ბიჭო ხელოვნური სუნს თქვა გჭირდება საბას ხო დაეჯვა ყავი იმ მომენტში ანუ საბას რატო დაეჭვა იცი შენ არა შენ მანდ არის სტუარდესა მოდის ხედავს ლურჯი ვარ ვერაფერს ვერ ვაკეთებ ოფლი მას ყავს ხომ არა მაგრამ შენ ხშირად ხალხ მოეგეთ არა ვიტიშები შეჩება და უცებ სტუარდესა მოდის აი ამას რა პარკის ეჭირა იპარკი ყინული ყრია და კისერზე დადებს შეჩე ან ბიჭო ყდები ყინულის დედას რათმი და ყინული ცივიოფლი მაგ ყინული რა არის შეჩე მე სულთან ამცივა შიხვარა გაქვს ამას ყინულის ჩართული მივერავს ცივა ეს კაში ისედაც პატრონი ანუ ცუდაც რო არ ვიყო ესენასაც მიკეთებენ უარესად მხდიან აი ვეცე და აიგო ეს ამ ხალხი გააჯო და საბა მომეწი და ამან გააგზელა შეჩება მეორედი დამადო ეგ ვენაში რომ ვიფრინავდით ო ეს თან საბა მე აბარგო ნახა ხო კაგათა ბიჭო მეორე შენით გამოხოდი მდგომარეობა ადით შენი ორგანიზმი მობილიზდა მახარა ძმაო ესეთი თავდაჯერება ამას რატანიცა აქ და ეს აი გაშვებული პერანგევის და დადის ესეთი თავდაჯერებული თუ რამე მენახოს დილით გამოვდივარ და აი ორსული ხალი ხდება იმაში წვერებით მეთქი რა ვინ არის ეს პერანგები აქვს ჩასული გაშვებული და ეს ბავშვი ურტყავს წიხს იქიდან შეჩემო ანუ მე რაღაცა ბიჭო რო ვიმატებ წონაში კომპლექსები რაღაცა იმებს ვიცვევ ხოლმე რომ ცოტა ისე არ გამომივიდა ამას მარტო მუცელზე ეწყობა შენი თავდაჯერება მომუცა ძმაო ჩემი ანუ რა ბასოს მე ნებერსოერებს ბიჭო მარი მიყიდა 4 ფეხები გაფრჩხული ძალიან 4 XL შორტი მიყიდა მარი რა რო ჩავიცვი ბიჭო თუკიც არ ყოფნიდა რომ უჭერდი ის რჩება კიდე აქეთ რა რაღაცა რაცი სხვა გზა არ არის ხომ ჩავიცვა რა აბლონე ჩავიდე ჩავიცი და ეს გარეთ ხალხი მოდის რა და ბასტო რაღაცებს და ეს ხელი რო ავიქნი ეს ხო გადამეღეღა და ეს შორტიც წაყვა რა შარვალი ჩაგზრა ხო აქამდე იყო დიქტატორივით ეს ამოჭრილი თეთრი ტრუსიკით გადაღეღილი ულამაზესი ტრაკით ხელი აწეული არც ეს ადამიანს გვერდზე არ გაუხედია ყველამ ტელეფონი ამოიღო და სურათები დაიწყო ავინახე რომ ნერწყვი გადაყლაპა ყველას არა მართლა გეუბნები რომ ისეთი ტრიპი იყო რომ მახარას რო გახედავდი ეს რა დალაგებული კაცია ვიტყოდი მართლა რაღაცა ის იყო საბას ეღადავებოდით მზისგან დამცავზე აუ ძმაო ბიჭო გავბედი და აქ მზე ხო მანათებს და აქაც მანათებს შეჩება რა აი რეკლავდა საბა ბიჭო მეთქი შიხვარა მაყ ორი მზის დედა ბიჭო რანაჟა ორი მზე სამყაროში ახსასრული მოდის უნდა გააფრთხო
ოიც მან დღეს გადაობა რა თქვენ რომ მოლში წახვედით ხო იცი ჩვენ ხო პლიაჟზე წავედით რა და მან ძალიან მართლა ბევრი ხალხი იყო რა მაგ პლიაჟზე და აქეთ გოგოები არიან აი ძალიან თეთრი რა და არც ბზისგან დამცავი არაფერი არ უკეთია ესეთი ჯანიანი გოგოები იყვნენ და საბამ გადმოალა თავისი პარკია იყო აქედან რაღაცა კრემია მოიღო ეს და დაიწყო ესენი აი პური კალაკი პავიდლო ხო არა ჯერ ეს 20%-იანი გავიხედე შეჩემა ლაპლაპებს საბა აი თავი და ტანი აქ ერთი შეჩემა ოღონდ ბიჭო აი ბოდი ბილდერები რო რაღაცებს ისმევენ ხოლმე რო კუნთებს ავტორუჯი სკამზე იმაზე შეზლონგზე ჩატიდებული იწვა ცურავდა შეჩემა ანუ აი ეს ჩაბღაუჭებული იყო ეს როგორც გოგოშებდა ქვევით მოდიოდა გოგოები ვინც იყვნენ საბასთან მიდიოდნენ დამცავი რო ჭირდებოდათ რა ანუ ამას იმდენი საბა ეუნებოდა გოგოებს წამისვი გეი ხარებს აკეთებ ბიჭო ერთ რამეს მივხვდი რა კიდე რომ საჭმელად რო ვიყავით იმაში მოლში ხო დავჯექით ხო და მახარ რასაც ვიდეოებში აკეთებს აი რო ჭამს აი სინამდვილეს ეგეთ რაღაცებს შევ აუ თქვენ არის კამერა რო ჩართული არ არის მაშინ რა გინდა მე ის მახსოვს ეხლა იქ ერთ-ერთ ობიექტში აეროპორტში რომ რაღაც ბურგერები ავიღეთ და რომ დააფარე თავზე ყველა აყლეო მანდაც მოხდა არა ეგ მოეწონა ეგ მოეწონა არა მან სხვა რაღაცები მოეწონა და აი რო ჭამა რო დაიწყო აი ეს რაღაცებს შვება ბიჭო და ჭამე რა ჭამე შეიჭამე და თან ცხარია და ყვირის ბოლო ხმაზე რაღაცა არა აქ სხვა თემა იყო აქ დაჟე ის მოლარი ოპერატორი ვინც არის იმის გასაგონად ამბობდა რომ ერთ-ერთ პროდუქტს უადა რომ გაზდისო მე აქო შემოაქვთო რა და თქვენ მე ყიდით ამასო რა და არა ჩვენ ეგრე არ ვიცი ტაკისი ვადა რომ გაზდის მე ტაკის ბურგერებს ამზადებ მე არ ვთქვი ეგ ვენდის და საქართველოში ხო და ამას ისმენს ვენდისის ის მენეჯერი რა აეროპორტ ბიჭო ქათმის ცხარე ბურგერი მივაცნოთ და შეეშალა ტიპს და ამეთ კი არ მიცვლით ხო კაი თუ რა ანუ ზედაპირულად 3 ბურგერი ავიღეს ჩემ მართლა რამდენს გადავიხდი საქართველოში ხო ქართულ აეროპორტში ქართულ აეროპორტში 3 ბურგერი კომბო იყო რა კომბო იყო პროსტ წვენები მოყავს სოკი მან მახარა რა მე მშიერი ვრჩებოდა 100 ლარი ერთი ცალი კი კომბოში კოკა-კოლა ისა 280 შეჭი 280 ლარი და 3 ტაქსის კომბო ვინ არის მე ეხა გაცვეთილი ამბავია აეროპორტში რომ ყველაფერი ძვირია ვიცი მან იცით რომ ბოლოთა იყო მოსული და ხმამაღლა იძახდა სად უფრო იაფია საჭმელიო ანუ თვითონ ობიექტებს ეკითხებოდა რა და მე რო ალარად ლობიანი იყიდა და არ ჭამდა იმიტომ რომ ძვირი მისცა ბიჭო ის სიცილის ბიუჯეტი კოპალას ქონდა ჩაბარებული ხო რაღაც ვიდეოები ვნახე 500 ევროიანებს რა ოფრიალებდა არა ეგ სიცილის ბიუჯეტი არ იყო პირადი ფული იყო რამდენად გამართლებული ხარჯი იყო ამდენი ინფლუენსერის წათრევა ეგ რო თქვა რაო შეჭი ეს იყო მე თამამად ვიტყვი რა რომ საქართველოში და ქართულ YouTube-ში ესეთი ფართო მასშტაბიან რაღაცა რა არის რა იყო რამე რომელიც ახალს გათამაშება არა მე მგონია რომ ახალს გათამაშება იაფი იქნება თუ ეს აი სახლი არა სახლი უფრო ძვირი იქნება მთელი წელი გატარებ შეჭება 2030 წლამდე რასამ 25 კაცის წაყვანა თავის კორლეონების ქირაობა სასტუმროთი ფრენები ეგ სახლი ეგ ბიუჯეტი დათვლილია უკვე ეგ სახლიც და 5000 ევრო რამოდენიმე საათი ერთი ის რა და თან როგორი თემა იყო იცი რომ ჯითუს კითხა იმ ბარონმა რა ანუ ეგ სახლი იყო ვიღაც ბარონის რომელსაც არანაირი სოციალური არ აქვს რა 85 წლის კაცი ეძახა ეგ იყო ეგ არის ბარონი ეგ არის რაღაც სტატუსია ან როგორი სტატუსი აქვს ისე შეუძლია რომ ეს გავაკეთო და დაცხრილოს ვიღაცა რა და 12 საათს უკვე სახე შეეცვალა იყო მართლა აი ჩუჩურა ბოლოთას რო ხელი არ ჩაურტყა ხო მე ბოლოს ბოლოთას ხელი არ ჩაურტყა ხო და ის დაიზმენდა რამე არ მიქნასო და 12 საათს რო გადა თან რაზე გაგვიტრაკა იცი რომ 500 ევროიანებს არ იღებდა რა მეთქი რას ვქო ბანკომატი ხო არ იყო ანუ აი 500 ევროიანებს ვაწვდით და არა ეგო მე გამიტრაკებენო დეკლარაცია მომიწევს და რაღაცები და 50 ევროიანებით უნდა და 5000 მეთქი აი ფიზიკურად ვერ ვიზავთ იმიტომ რომ ხვალ მივფრინავდით უკვე და ბოლოს აი ხვეწნა მუდარი დაიტოვა ეს 500 ევროიანები აი მოდი გადავიდეთ ახლა თემებზე გაგვეწელა ცოტა ინტრო შესავალი აქვე მინდა კიდე ერთხელ G2-ს მიულოცო და დაუფიქსირო მადლობა გადაუხადო ესეთი მასშტაბური პროექტის ესე წარმატებულად ჩატარებაში G2-ს მინდა უთხრა ცოტა მე ესე ვიყავი ემოციურად და აღარ მომიწვიო და რაღაცები ვიყავი ფინალის მერე რა თქმა უნდა ეგ მეორე დღეს უკვე გადამიარა და მე 5 ფინალი ვითამაშე და მე 6-საც აუცილებლად ვითამაშებ. რამდენი გაქვს მოგებული ფინალი? 2 მე მგონი. 2 მოვიგეთ. როგორ? 2 ფინალი მოვიგეთ. 3 წაგებული მაქვს. მე ერთი ფინალი მაქვს მოგებული ჯერჯერობით.
მე და ლაშა ვართ მარტო სტრიკი რო გვაქვს 5-5 ფინალი გვაქვს თამაშების სხვათა შორის და ჯერ ჩვენამდე რომ მოხვალთ მე დამირეკეთ რა. კაი, ამერიკელ სერიულ რეკორდსმენს დევიდ რაშს ეკუთვნის რეკორდების რეკორდი. დაასახელე ერთ დღეში რამდენი განსხვავებული გინესის რეკორდი დაამყარა. შორს ვინც იქნება ფემინური სათვალით დაგრძელებს პოდკასტსო. ნუ იმ კვატებს მოუხდება ჩემი აზრით ფემინური სათვალე. კაი, ამერიკელ სერიულ რეკორდსმენი დევიდ რაში ეკუთვნის რეკორდების რეკორდი. ანუ ერთ დღეში რამოდენიმე გინესის რეკორდი დაამყარა და რამდენი არის ეს? აჩ იმ შენ სათვალეს ვიკეთებთ ხო? შენ გიკეთია ხოლმე. ხუმრობაი. აი გინესის რეკორდი რამდენი ერთ დღეში რამდენი ყველაზე მეტი აჩი რამდენი რეკორდი დაამყარა ერთ დღეში? Yes, ერთ დღეს არის რეკორდი რეკორდებს შორის, ანუ ერთ დღეში ყველაზე მეტი რეკორდი დაამყარა. მე მაქვს ერთი კითხვა. ერთი გინესის რეკორდი რო დამყარდება და რაღაც დრო რო კიდე გადის რამდენი ხანი რო აკეთებ, ეს კიდე რეკორდები არის? თუ სხვადასხვა რაღაცეებში სხვა დაამყარა. დისციპლინებში დაამყარა. გაუმჯობესება არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ეგ არ ყოფილა. ანუ ეგ არა. მოდი ვთქვათ. ოღონდ ერთდროულად. მახარ გაიგე? ერთ დღეში გინესების რეკორდების დამყარების რეკორდი. ეს კითხვა იყო ადრე. და გახსოვს ხო? დავაი. კაი. 3 2 1 22. 20 ვთქვი მე. 40. 22 მე. ყურადღება. სწორი პასუხია. რატო ბა? 12. ყველაზე ახლოს მე ვარ. მახარამ წააგო. და როგორც თქვი, კვატებს ძალიან მოუხდება ფემინური სათვალე. და რა იყო ეს რეკორდები თუ არის საინტერესო რო ვიცოდეთ. შვენიერი. კალა, შემდეგი. რის რეკორდები იყო ხო არის? ადრე იყო ძალიან კაი რა, იმიტომ რომ მოდიოდა ხოლმე სპორტული თემები მოდიოდა. სპორტული თემები მოდიოდა ხოლმე და ის რო დებილი სახით იყურებოდა ძალიან კაი. და შენ ყველაფერს იცნობდი ხო? ვიღაცამ დაუწერა რომ ჯაჯანიძემ რაც ის ქვა აჩუქაო, იმის მერე ფული არ გაუგდია ხელიდან. მაგალითად ის ხო შინახული მაგ ტუალეტში მიდევს. და ის რა უნდა გიქნა ბალიშის ქვეშ რო არ გააკეთე? რა ბალიშის ქვეშ რა? გონაც უყველას შე. ბალიშის ქვეშ რა არ გააკეთე, მაგრამ შეიძლება რო ვიცოდეთ. არა უნდა დამედო და ვიხმი. ფული გაკლდა იქამდე, ანუ არა ბიჭო, მაგრამ აი ხო მე არ მჯერა ეგეთი ების, მაგრამ ის ხო დავდი ტუალეტის ჩასარცხის გვერდზე არის ეს ძას დავდი. და ზნერვით ფული გაქვს. ხო და არ ვიცი რა ისქესა. კაროჩი მაგარ პალასაზე. პროსტა ეხეთ მე წარმოვიდგენ ეგ რო ოთახში დაიწყო. წამოვიდა დაღმავალი, პროსტა მანქანა ჩამოვიდა. სამეო შეკითხვა, კი ვილაპარაკეთ ბევრი, მაგრამ რა იყო შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი სიცილიიდან? მოდი სტომრით დავიწყოთ. სტომრით, ანუ პრინციპში კოპალასთვის გასაგებია რა იყო. როცა დავინახე რომ ხელი ქონდა აწეული. აი ეგ იყო ჩემი დასამახსოვრებელი. რატო არ მომწყდა ეგ ხელი? ჩემთვის ეგ იყო. ო, მოიცა ერთ წამი. მაიამიდან არის ზარი, მაიამიდან. გააკვირე ჟესტზე? ჟესტების ენაზე. ბიჭო, ფორდი ჩამოვიდა, შენ ძრობის იწმინდეს ფიცავარ. სურათებს ჩაგიყრი, პროსტა მაგის ყველაზე ძალიან ეგ მეჩქარება დღეს. მე ერთი სიგნალის დამხშობი მინდა ამ ოთახში რა, რომ პროსტა გავთიშო ხო. აჩი ის გასაბერი კამერა რომ მოუტანს. რა მეგინდოდა? აუზი პატარა და იქ წერაზე ვარ პროსტა. აი ხამას იმენა ლურჯი შორტი არ მოხდებოდა. კი. ბახა რა მოიღე? რა? ესო. ჩემთვის დასამახსოვრებელი იყო ბოლოთარო საპანაძის პავდესლავებს. შეკითხვა კოპალას. გითხარი ერთი რამ შენ შესახებ რაც ხალხმა არ იცის. მეგონა ნებისმიერ რამე რო თქვა, არაფერი არის. ეგ იქნება. ერთი რამ ჩემ შესახებ რაც ხალხმა არ იცის. და გინდა რომ იცოდეს. გეირო ხარ ეგ არა? ეგ იციან. ეგ იცი. ეგ მარტო შენ დამიმუღამე, იმიტომ რომ გახსოვს ალბათ სიცილიის თემა. რამეები. ხამეები. იმ დღეს ისე გაუხარდა ბიჭო ეს 50000 რომ მე აი როგორი მადლობები მიხადა, ეთი ძალიან გადაუვიდა ხო რაღაცეებში. ჩემ შესახებ ერთი რამ, რაც ხალხმა არ იცის, არის ის, რომ რეალურად მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი თამაში აქვს თამაშები, ნერვიულობით კვდები, როცა კამერები რთვება და თამაშს ვიწყებ რა. აი შეცდომის დაშვების შიში მაქვს. რომ აი რაღაცა რო ვერ გავაკეთო კარგად, აი იმ შიში. აი როგორი პასუხი იყო ესე? აუ შენი ცუდი თვისება, აი მარტივად პატიობ ხალხს. აი, ეს არის რა ქვია. მანქანების კოლექცია მაქვს პატარა სათამაშოებს, რომელიც არის სადღაც 3000-ზე მეტი. ეს არის ჩემი ფაქტი. ეგ უკვე ფაქტია, ეგ უკვე ფაქტობრივი ის არის რა ქვია. Hot Wheels-ის მანქანებს ვაგროვებ. შეიძლება გამოგიგზავნი მანქანას გითხრას ან რაღაც. Hot Wheels-ის მანქანებს ვაგროვებ. მახარას ვაშო დიდი ავტოპარკი აქვს, ამათ ეს მანქანა ყავს, on დიდები. გაუხარდა ეს. ეხლა ის თქვენ რამდენი მანქანა ყავს წესაწყობი, აი ეხლა გადავხედე. ჩემ მანქანა რო გინდოდა $1000 კიდე. ვაი და ვიყიდი მეთქი აგავაკეთო ნაგავს ვაგროვებ და შესაც შევიგროვებ. არ ვიცი, როდის ვიყიდო ჩემი მანქანა?
არასდროს. რატო კალა? ვიყიდოთ? ხო. ახალი. მალე, მართლა. შენ მანქანას გეღადავება ხოლმე, ხო? და უნდა გავაყიდინო იგა და ახალი უნდა ვაყიდო. არა, ტაქსის მანქანა ყავს თუ რაღაცა ასე. კალა, ეს მანქანაა, განახეთ რა. ოხლოდ გიოსება შენ? ხო. არა, ჩემი არა, მაგრამ ეგეთი თქო რა. აი, ნახე. კაიფაში მოგცეს თელი ოქტომბერი ჩაეტევით მართლა. დაჟე ტატო თავის კაჩალკიანად. ისე რომ კაჩალკიდან არ გადმოვა. კოპალას კითხვა მოვიდა. ვინ იყო შენი საყვარელი იუთუბერი? სანამ G2G-ს გაიცნობდი. ეხლა თქვა G2G და მე გავიცანი არა. სანამ გავიცნობდე ჩემს საყვარელი იუთუბერი. ანუ ეხლა გადამიწყვიტეს რომ ჩემს საყვარელი იუთუბერია G2G. არა, ან სანამ G2G-ს გაიცნობდი, ალბათ იუთუბერებს სანამ აი გაიცნობდი. შევაწყობას ნუ. ჩემ ის არის რა ქვია. თემურ გვარაძე. ესეთ გეცოდინებათ. აქედან მოკითხვა ჩემ შორეულ მეგობარს გეიმერს რომ აი მე გავიზარდე გეიმერზე, თქვენ აზრით რომელ გეიმერზე გავიზარდე მე რა? ესპანეთში არიან? ქართველია. ესპანეთშია? ნუ უნდა თქვა ახ ბევრი არ აქვს. რავი, გავიზარდე. შენ რა გაიზარდე, შეჩემე, შენ რო იზრდებოდი, შენ მაგრამ რომელ გეიმერზე გაიზრდებოდი რა? რავი, მაგრამ მე მახსენდება ძველი გეიმერები ირაკლი. გული გაუსკდება ვიღაცას, შეჩემე, შემოხედავს და შენზე გავიზარდე მე ჭაღარა კაცი ღიპიანი შეჩემე. მაგ პერიოდში იყო ირაკლი გიორგის ძმები რო არიან, ეგენი იყლებდნენ let's play-ებს, კიდევ ვინე? რეიჯები ვის ქონდა ხოლმე? რეძერგა ბიჭო, რეძერგას რანაც გაიზარდე შარშანწინ იყო. ნუ მე თუ მკითხავ ეხაც იზრდები შენ. ამენ თუ მაგკუთხით გულისხმობ YouTube-ში გაზდას გულისხმობ. აბს ყველაფერს უყურებდი. ანუ პროსტა ვიჯექი. მაგრამ 1-2 ვიდეო მაგარი გავარდნილი. მაგის გამოვჭამდი ხოლმე რომ დიდხანს გაგრძელებული იყო სიამოვნება, მართლა. რეძერგა თუ გიყურებს როგორ თუ საქართველოში ხარ, მაგარა გაასწორებ და საფხულობით ჩამოვწოვეთ. იმიტომ რომ შორიდან ვიყარ ხარ ძმაო, მართლა. შეიძლება ამ სათვალით სხვანაირად ჩანს, მაგრამ არ ვიფიქრე. დამახვედრა არის. ასოციაციებია? კოპალ. ხო. ასოციაციების თამაში სო, მოვიდა. მოჩა სათვალის კეთება. სადაც აუ, ეგ უნდა ამიხსნა წინაზე ვერ დავამოღამე. კოპალ. სიტყვა უნდა თქვა. სიტყვა უნდა თქვა, აი მაგალითად ჩვენ თან ახლოს რამე ცხოველს ვიტყვით ჩვენ და გვეცოდინება ეს სიასა და ჩვენ აი ცხოველი თქვა რაც შენ ასო სიტყვი და რაღაც ეგეთი. მე და מחარა მოგვივიდეს ერთ-ერთი ასოციაცია. შენ რა ვიტყვი ბურთს, ჩვენ თუ ვთქვით ფეხბურთს სიტყვაზე. მოვიგებთ. ჩვენ ბურთს და მე კალათბურთს ვიტყვის ფეხბურთს. აი და ანუ შეგონება დაიმახსოვრე რა თქვენ ორმა კოპალ სასწორზე დევს ოქროს მონეტა, ეგეც გაითვალის. ოქროს მონეტა? ეხა ოქროს მონეტასაც ნუ წაიღებ, 5000 ლარი გეყოფა. ო, ჩვენც ეს კარგად დავაკვირდე. ცხოველებით დავიწყოთ თუ გინდა რამე. არა, დავფიქსდები. რამდენი უნდა ვთქვა ეს სიტყვა რამდენი? ჯერჯერობით ორამდეა რა, ორამდე? კაი. მე წააგებ, მე მეორე სიტყვი წააგებ, წახვალ. ანუ თქვენ რაღაც ისეთი ის გაქვთ? ჩვენ ვანიშნებთ ერთმანეთს, მაგრამ შეგიძლია სიტყვა დაგვიბლოკო მე. თუ მიხვდი რომ აი מחარა ყვა თუ დაიწყო, ყვაც ვერ იტყვით, გვეტყვი რა. ყვაც ვერ იტყვით. კარგი. მოდი, არ დაგიბლოკავს და მაგას ვიტყვით. კაი, მოდი ძალიან თემატურია და იყოს მაფია. არა, სიცილია. დაჟე არც გავხედავ. არც გავხედავ მართლა, აი ეგ როგორი რა ერთსამ რა კომენტარს ვაკეთებ. არა, מחარ, არ გინდა, არა. ოღონდ ერთ კონკრეტულ სიტყვას გიბლოკავთ, ხა მაფია არ? აი, ხა არ მიკარნახია. არ შეიძლება. მიკარნახის გარეშე დაბლოკო არ შეიძლება. არა, უნდა ვკარნახავდეთ. მიხედე ეს მიხვდე რომ აი მაფია ანიშნეს ერთმანეთს. და უპრაგონად დაბლოკო არ შეიძლება. თუ თქვენ პატიობს, აპატიეთ. מחარ. კაი, მოდი, კაი, თავიდან დავიწყოთ, მოდი. კაი, თავიდან. მაგით პირველად ხან ცოტა ისე ვარ ახლა. კაი, ორ ლეველიანი ხალხი არ შემიძლია. აი თავიდან. აი ხა ეგივე რო თქვა მაფიაზე, რომ მოიგე თავიდან, რა, თავიდან არ. კაი, სამ კაბელი. რა? კაბელი. რაღაც კაბელი. კაბელიო. კაბელი. პროსტა კაბელი? ო, პროსტა თუ ინტერნეტის შეგაბეროს. აიცა. მე მზად ვარ. აი, არ გვინდა შეჩემა. თუ კიდია? რავი, ანუ აი, ეს თეატრიც ხდება, ანუ. შეიძლება აჩიკო ჩართული იყოს. ბიჭო, არა მართლა. ოპ. აი, რამდენი ხანი უნდა ველოდო ხა? იმე, არა, კაბელი არის, გაიგე და ეს კაბელი შეიძლება იყოს, რაც თქვა. მიდი. სამ დაითვალე. მათში კამა დაითვალოს. მიდი შედაითვალე. ხართ? ორივე მზად ხართ? კალა. 3 2 წავიდე. ინტერნეტი.
აი ახლა ეს მეორე მე არ თქვა რომ დაიწყოს ეს იყო არა გარი 0%. სიტყვა ნახე კოპალ ეს რაღაც ჯერ ამანაცია ხელიო სიტყვები დაამთხვიეს მაგრამ ეს იყო პირწმიდა კარნახის შედეგი დარწმუნებული არა კოპალამ თქვა თვითონ კაბელი ხა ინტერნეტის იქნება თქო არ ვიცი კაბელს ამოფოდა თქვით ინტერნეტი მე ხა აფერ კარნახია ვაფშე ასე პირწმინდა კარნახი არა ისა პირწმინდა კარნახი იქნება ეხა მაწადე 5 მოდი ეხა არ უკარნახოთ ისე რაც მოგვაფიქრდა პირველი ეგ დავაი მედი 3 2 წავიდა საეჭო საეჭო შეჩემო მე აი მე უნდა მეთქვა საეჭო 5 შენი მარკეტინგული თავი რა ვთქვი ერთია რენდომი რა რენდომი ერთი გაგვიხადა ჩაიძაბა ეხა ესე იმეც გაძლევენ კოპალ რაღაცა იმუშები ნებისმიერ ამ შემიძლია ხო რა შეჩება ბაზარშიო საფრის ყუთებში ხურდები რომ უნდა ჩაიყარა კამათლები რო ეყარა ეგ თამაში აი მიდი ხა მზად ხარ მედი 12 მიღებულია ციფრი ბიჭო ანუ 12 ესო მიგრომაზანი გაროს არ გამოხერე რა კაი ორივეს დავაჭირდი და თუ მიხვდები რა რამის ყვანი შევს დაუბრუნდი ანუ 12 თქვა ხო ხო ბაზარი იმენა მეტი ბაზარი მეტი ეხა მე მივხვდი რაღაცას რას მიხვდება დაბლოკე აი მოდი ჯერ თქვას და მე გეტყვი ეგ იყო თუ არა დაბლოკე მაშინ აი მეტიო ანუ 13 უნდა თქოს ეხა ამანა მეტი უნდა გავუკეთო ხო ეხა მომდენოს ბიჭები აგონიაში არიან ჩემი აზრით 13 რატო დაბლოკე ოღონდ ორჯერ ხო კალა რა ორჯერ ეხა წაგიბლოკავთ მაგასაც ან ციფრებს თავში შევა 14-საც გიბლოკავთ ანუ ეხა ორჯერ მეტი ეხა 15 კაროჩე 15 დაბლოკე კაი ეხა ამის დაბლოკო მომიწოს მილიონობით ეხა რა აზრი აქვს თეთრი ლაპარო არის ხო იცი გამოსული კინოში აი რაღაცა ეგეთი მსგავსებაა ეხა ვერ მივხვდი მე რა თეთრი ლაპა შეჩემო 11 ციბლოკე აა 11-იც დაბლოკაჩი უბრალოდ simple რა სიმპლს 12 დაბლოკილია 11 დაბლოკილია 13 15 და იქით ყველაფერი დაბლოკილია ციფრები დაბლოკილია ანუ ხო არა მარტო იქ და ეხლა რამდენი ხან უნდა აი ვიყურო ციფრები არ გვინდა აი ხმრობა იქით იყოს რა 22-საც საათს ბლოკავს საათზე შემო ერთი საათი ისარ მიხდი საათზე მიყურებს მე ესენი ვაკეთე შეჩემად კაფ დაიბლოკასა კურიერი და რაღაცები მათე ეგრე უნდა გეთქვა მაშინ მათე ადგა მე მგონია რომ ეხლა ვეღარ არწევენ უკვე თავს არ ვიცი რა მათე ეს არის პანიკური მდგომარეობა ამათ ყველაფერზე არა საათზე ისე მიყურებს რა მოქნათ ყველაფერი ვიცი დაწყნადი ყველაფერი იცის რა დაუბლოკე კოპალ დაუბლოკე რა სამ 3 დაიბლოკა მიდი აი ზახართ 3 2 0 ბლოკავ ეს 0 ბლოკავ აი 0-საც ბლოკავ ფლაჩ მომენტი იყო მიხვდა და სწორად დაბლოკა მართალია მართალია ბევრი რაღაც დაბლოკავ ანუ ვივხვდი რასაც რა კარგად ბლოკავს რა დინდა ვერ მოიდავები ვერაფერზე რა მიდი რა მოასწარით ახლა მიდი აუ ხედი რაღაცა გა 3 დაითვა ყურადღება ერთ წამი ვითვლი 3 2 წავიდა 4 ეს გამომაზე ყველა ციფრიც თქვა უკვე და 4 იყო დარჩენილი რა როგორ მოისუნთქეს ა ბიჭო ყველაზე რა მოიშვიდე შა ციფრი ალბათ არასდროს არ უნდა თქვა იმიტომ რომ აი ნებისმიერ მოძრაობაში შეიძლება გააკეთო ნებისმიერ ციფრს არა კოპალამ კარგად ითამაშა ყველას ეგრეობნება მართლა არა მართლა ეს კლაჩ და ბლოკვა იყო ის 0 12-ო თქო ჯერ მაფია 12 მოთამაშია მაფია შეგვეძლო მე 12 განრისხებულ მამაკაცს რო გეთქოთ ახლა ორივე ეს განრისხებულ მამაკაცს ორი სიტყვა სად მიდიხარ შეჭე უბრალოდ 11 საათი 12 საათ და აი ამებს ვაკეთებდი აი
როგორ ეს ხომ მიდის? მე 1 საათი უყურე მაგას საათს. ვაკეთებდი, მე მგონა რომ ორჯერ მეთქი, ანუ ერთ-ერთს აკეთებდით, ხო? და არაფერი მარტივად იქვე ვიფიქროთ თქო რა. აი დაიკიდე. მოვიგეთ ახლა უკვე. კოპალ ამოიღე. კოპალ აი ეს მონეტა, სხვათა შორის შენ არ გადმოგეცემა ჩვენი გადაცემისგან. რისი მონეტაა საერთოდ შევრო რომ? კლient ოქროა ეს? კი ბატონო. და ეხლა მე რომ მეორე ხელი მომგვა ეს ოქრო ჩემი გახდებოდა და რამდენი გრამია ეს? აი ნახე რა. კოპალ ძალიან ბევრ კითხვებს სვამ. და რა წერია საერთოდ? რომ მოიგებდი, მე მოგცემდით, მაგრამ ფუ. მე მგონია რომ ეს სტატუსი არის და არა ეგრევე გრამებში გადაყვანა და გადახურდა. ხო და თუ სტატუსი არის 5000 დაემრუნე შენ მოგებული სტატუსი დარჩეს, გინდა? თუ მე შემიძლია რომ შენ გერჩივნო. ნახე, მე არ უნდა მითხრა ეგ, იმიტომ რომ შენ იყავი რომ მაფიის ფინალი ჩემი ოცნება იყო რომ მომეგო და მახრაც ოცნება ფული იყო. რიგრიგობ ჩამოთვალეთ იტალიის ქალაქები და პირველი ვისაც ამოეწურება იტალიური სპაგეტის соуსი უნდა ჭამოს კოლზითო. აუ არ ვიცი იტალიის ქალაქები კარგად იყავით. მე მართლა არ ვიცი იტალიის ქალაქები. იტალიის მიდი. ვინი მოიცა? ვინ იწყებს? აჩიმ დაიწყო. ვინ იწყებს? ჯეირანი ვითამაშოთ. მე დავიწყო. აი ჯეირანზე დავაი, სურველი არის. დაიწყოს מחარა. დავაი. მე დავიწყო. ჯეირანს იწყებ თუ პირდაპირ ამბობ? არ პირდაპირ. მედი დაიწყო. ვინ? ნაპოლი. აი ყველაზე მე გავაგზავნოთ მოდი მარტივ მილანი, ხო? კატანიაში ვიყავით და მოდი კატანიაში. კი, ქალაქი. რა არის შეჭი? სიცილია რა არის? კუნძული არის ეგ დაიგინე. რა მშობა ქალაქი არ არის სიცილია? კუნძულია. ეხლა გადავიდა. სიცილია არის კუნძული, რეგიონი არა, სიცილია არის კუნძული. იმერეთი ქალაქია? არა, ის სიცილია ქვია კუნძულს. კუნძული სიცილია და კუნძული სიცილიაზე არის ქალაქები რაღაც. კატანია არის ქალაქი. ჰა, ბარი. რა? ბარი. ო ბარიო, საიდან იცი ბარი შეჩემა? რომ ნახო ქართულები იქ არის ეს. რომიო. ვა! ტურინი. ეხლა აღარ ვიცი. აუ ეს ახლა ფეხბურთის გუნდებით აა ბარი ფეხბურთის გუნდია უშტა მაგით გამიკვირდა რომ იცოდა იმ. არა, ბარი არის ან ეს უეჭველი ამას უეჭველი ვერ ჩავჭვით ამ გუნდებს გაყვება და всё. ხო და თქვენში არის. აი მოიტა, ვედა. მოიდე, ასე მარტივად. კატანიასთან იქ კატანიიდან რომ გადავედით, სად გადავედით კატანიიდან არ გახსოვს? არაფერი არ აქვს. დაუკლარჯეთში. ჯგიდია მასო. აუ, ტაორმინა, სირაკუზა რაღაც. სირაკუზას ვინახავდი, აი თუ ძალიან გავჭირდა. ამას არ შევჭამს. მესინაში ან პალერმო რაღაც იქ. წაგებულმა რა უნდა ქნასო? ყოველთვის უნდა ჭამოს ეს. რა არის? ტყემალი. არის 2 თვის წინანდელი ტყემალი. და რატო უნდა ჭამოს წაგებულმა 2 თვის წინანდელი? ანუ ვადაგასულია? აუ, ან შეგვიძლია ორ თვეში არ გადის არა, და. ტყემალი კაი ხანი ძლია. დედა ჩემ ერთ წელს გამომიგზავა გუშინ კარტოფილზე მოვასწრო. ჭამა რაღაცის соуსი და ტყემალი რატო მოვიდა? იმიტომ რომ ძალიან აი ამამდე მიაღწიე რა. გადამივარ. კალა, სანამ מחარა მოყურწავს, შეგვიძლია წაიკითხო. ოპა, შენ ჯერი ხო არისო თუ? მე ხა ვიღ. აჩე, გაუსწორდა. უკეთეს სასჯელები შეგიძლია ჩემ. აი ხა იქნება უკეთესი სასჯელი. წაიკითხე. ამერიკული მაფიის ისტორიაში ყველაზე ცივსისხლიანი განგსტერი როი დემეო იყო. ხამის გაჩერება არ გინდა შეშე. როი დემეო. რა ის რამხელა რაღაცა. დაასახელე რამდენ მკვლელობაში ქონდა ხელი ამ წარმოშობით იტალიელ მაფიოს. მკვლელობაში ქონდა ხელი რამდენი მკვლელობაში არა, მივხვდი, მაგრამ ხელი ქონდა ეგრე არის? ხელი ქონდა ნიშნავს, რომ ან თავისი ხელით მოკლა უმეტესობა, ან და ვიღაცას უთხრა რომ მოეკლა. ხელი ქონდა გასურილი, ანუ ყველაზე შორს ვინც იქნება მსხვერპლია. ყველაზე ახლოს ვინც იქნება როი დემეოს როლში უნდა შევიდეს. შუაში ვინც მოექცევა როის დამხმარია. სიტუაცია უკანასკნელი გასეირნება. 100. ყურადღებას ერთ სამ დავითვლი და ერთდროულად უნდა თქვა ციფრი. ჩესნა თქვი რა 100. მე 300. ყურადღება, არა, ერთდროულად მომობთ. მოიფიქრეთ ჯერ. 300 შეჩემა. კოპა მზად ხარ? 3, 2, მიდი. 500. და 100 შენ. შენ 100? ხოდა კალა შენ? 300. კაი, სწორი პასუხია 200. შესაბამისად კოპალამ წააგო? მე რა ვარ? არის მსხვერპლი. მე და מחარა ორივე როი დემეოები ვართ. 100-ით ავწვდით. ხო. უი, ამათ 100-ით. არა, ჩემი აზრით מחარა უნდა იყოს როი. არა, შენი აზრი არ მაინტერესებს საჭირო. ყემალს რო სვამს ეგეთი კაცი როი დემეო ვერ იქნება. თან ფუ ეს როგორ დაულიო და ძირი გააძრო. აი როი დემეო იყოს კაცო მე არაფერი. თუ გინდა ჯეირანი ითამაშეთ. ტყემალი არის ნარკოტიკი ვიჩეჩება.
ომბაუ თუ აქ ვერ გამაგდებინებ მარტო. კაი, מחარ სიტუაცია არის, რომ გამოიყვანეთ ადამიანი, არ იცის რომ უნდა ჩაბრიდოთ. უფრო მაფიოზური არ არის. ხემალი და ყველობა. არის რამე არ მეტკინოს. და რაღაც მომენტში სამ კოპა როგორ ხარ? როი მე ვილაპარაკებ რა. ვილაპარაკებ. აუხსენი. კოპალ ძუკუ. შენს თამაშს უყურეთ მაფიაში. და ვგონია რომ შენ თამაში არის მაფიის შეურაცხყოფა. როგორ გაგისწორდება? არა. როი არავის თავაზობს სხვათა შორის თავის თხემელს. ეს შენი ბოლო სიმჟავე იქნება. არა, ბიჭო, ნუ იწვევი შეჩემ, არ უნდა იცოდეს. ანუ შენგან უკვე დაძაბულობას ზოგ, ამისგან ვეღარ. ადამიანი ელოდება პირიქით დაწინაურებას რა. და თქვენ არა, აჩი, მაშინ დაგვიხაძე ეხა. რას ელოდება და აი, რა სადმოცემულობაში ჩანდა? კოპალა ეხა დაწინაურებას ელოდება აი. აი შენ ყველაფერი მე. კოპალა არის ჩვენი აიტიშნიკი მეგობრებო, მაფიის და დაწინაურებას ელოდა, მაგრამ ავდექით ჩვენ. პოსტოში არ უნდა მიახვედრო რომ კლაუთორი არ გაგიჩერდა. ანუ არ უნდა მივახვედროთ. ხო, აუტორი ეს დებილი თამაში არ იცი ეს მოცემულობა არ წაგი. კოპა რა მაგრად მოიგია რა ფინალი. ძალიან ისეთი იყო რა. ის 5000 ლარი გაბედი ეწია. ბოსთან არ მოგიტანია. არ ჩარიცხულა ჯერ, სხვათა შორის ველოდებით რომ ჩაირიცხოს. ვინ არ ჩარიცხა? აი, ახლა უნდა ჩაირიცხოს. საიდან? ჩვენ სპონსორზე რაღაცა ზედმეტი, ანუ დაგვიანებს მაგის თქმა. არა, არ აგვიანებს, ეგრე არის ეს გაწერილი. კოპალ ბანკანაში რა დაგველოდო შეგიძლია რაღაც საქმე გვაქვს. საყიდლებზე გავიდეთ თან. ბოსს მოშივდა, ტყემალს დამეს მიაყოლებს. კი ბატონო, ელოდებით. აი დაჯექი. სად? უკან. დავჯექი. ბოს, მე დავждები მანქანაზე. კარგი. მანქანიდან ჩამოდი, მანქანაზე დაждობა ნიშნავს წინ უნდა დაждე. ხო, ეგრე კარგია. ბოს, სიმღერები ხმამაღალზე ხوار ჩავშთო. აი ესაჩა. მე თვითონ. ოსოლებიო. ხომ არ გეშინია, კოპა? ესე იცის ხომ? როის ანგელოზი ვითხმავს. ის ანგელოზი. ბოს, დაგცინი, ბოს, დაგცინი. რა კრეტინი ხარ ჯუმბერ? კარგი, რა როი, ამ ჯუმბერს ნუ მეძახით. ნახე ჯიბეზე პაპიროსი ხო არა აქ? არაფერი არ ქონდა მობედოს, იმ 5000 ელოდებოდა მართლა. ქონია. ბოს, ამას ვინ გაწმინდავს ახლა? დატოვე. მოსაშორებელია ტრუპი. ხო, მაგრამ ეს მანქანა ფოთიდან ახლა ჩამოგივიდათ. არა უშავს, პარემ რეკლამასაც მოვიშორებ, ფეილი. ამოუყვანელი სისხლის ლაქები, ამოიყვანეთ ფეილით. პატარა რეკლამა იყო. კაი, და დღეისათვის ბოლო თემა უკვე ამოვიღეთ, აქ კუჩი არაფერი აღარ არის. გადავამოწმოთ. კოპალაც დაიღალა უკვე. დიდი მადლობა კოპალ, საინტერესო სტუმარი იყავი. რა არის შენი შემდეგი მიზანი ახლა? ხო, აი რა. სეზონში. ძირითადად რომ მიაღწევენ მიზანს, მე ან კვდებიან, ან მიდიან. არა, მე მიზანს არ მიმიღწევია ჯერ. ჩიტუჯი გინდა გახდე? არა, ჩიტუჯი არ მინდა რომ გავხდე. რა, ჩემი მიზანი ახლა ესეთი კონკრეტული მიზანი, როდის რაც ბავშვობაში მქონდა, იყო რომ YouTube-ზე რაღაც გამეკეთებია, იმიტომ რომ ბავშვობაში მე რასაც უყურებდი, რომ მეც მინდოდა რომ აი მე ჩემს ეყურებიათ მე რაღაც ეგეთ. რამოდენიმე კვირის წინ დავიწყე ჩემს YouTube-ზე რაღაცების დადევა და ასე თუ ისე ნახვებში უკვე მომწონს რაღაცები, რა პირველი 10000 ნახვა გავაკეთე. ახლა ჩემი ვლოგი მზადდება, ხვალ დავდებ. სიცილის? ხო, სიცილის ვლოგი 50 წუთიანი, რაღაც ესე. კარგი ვლოგია და ჩემი მომდევნო მიზანი ალბათ არის რომ YouTube-ზე ეხა პროექტის სახით კი ასე თუ ისე მისცემს ხალხმა, ჩემი პირადი კონტენტიც მინდა რომ ვაკეთო და მაგას თუ მივახცევ, აი მე შეიძლება ვთქვა რომ აი ვენერად განვისვენ. სუპერ ემოსტყი. מחარ, შენ თუ იცი კოპალას რა კონტენტი აქვს? ხო, შეჭა. რა, არა, ვლოგები არა. ვლოგები უნდა და არ არის ვლოგები. გამოვიცნობ რა. მარტივი გამოსაცნობი. რაც ენერგეტიკულების ის ხო გედო ვიდეო. ენერგეტიკულების ვიდეო არის ის პირველი 10000. ტესტები? ჭამა შეფასებები რა, ხო. ანუ ყველაფერი ქონია რა კონკრეტული არა. არა, კიდე გეტყო კოპალ ახლა ეს ჭამას და შეფასება რო გიყვარს.
რო გაგიცანი გამხდარი ბიჭი იყავი მაშინ. მე ის მოვიგე რაღაცები ფულსთან რაღაც. ეხა 5000-ის მერე ხან ძალიან ისე ნუგას უხდები. არა, ხუდა მაგფულთ ეხა מחარას ახალი მანქანა ჩამოვაყვანიო. სხვადასხვა მე არ მოვიწყდება მეგობრებო იმ ის სიტყვა რომელიც מחარამ თავისი გამარჯვების შემდეგ წარმოთქვა, ყალა ისე ცუდ ხასიათზეაო. ისე დღეში მე ამ 5000 ლარს აუცილებლად გამოვიყენებ, რომ ყალა განწყობა გამოვუკეთო და მე აუცილებლად გადავიღებ ყველაფერს, რასაც מחარა გააკეთებ ჩემ თავდა ეგ შეჩემა. ეგ ფრაზა იყო თვითონ. ანუ თვითონ ფრაზა იყო. מחარ თუ დაამუღამე რომ შენგან ისწავლა ეგ მანიპულაციები. ეხლა რაც გააკეთა, იმენა შენგან არის ნასწავლი რა. ყალა ეგეთი არის. მე სულ გირია. თვითონ ეგ ფრაზა იყო რომ ხასიათი ხო გამოგიწოდა რომ ვა מחარ რა მაგარი. მე რა ვახტი და ეს რაღაცა დავიწყო. აქ რა სურათი ხატი ეხა ხო აზრე ხართ რა. ანუ ეს არის ადამიანი რომელთან ერთადაც მოვიგე და ეს არის ადამიანი რომელსაც მომაგებია? მოგაგებინა? ახელი ამონაწია და შენ იყავი, ანუ ნახე, აქ ჩვენ უფრო შუაში ვართ რაღაცეებში რა. შენ უნდა გარიყოლას მოგიწია ყოფნა. ანუ აი ამას უნდა უმადლოდე რომ მოვიგეთ. ეხა მაინც დაპარაკე ნელა რომ გავიგოთ. აი ამას უნდა უმადლოდე რომ მოვიგეთ მე. მაგა თამაში არ იცის მე ეხა გითხარი. მაგა თამაში არ იცის მე რა ვქნა. აუ ბიჭო, 12 კაცი თამაშობს და ერთ კაცი ეძახის რომ ამას უმადლოდე მოვიგეთ აი. მაგიტო ნახე ან მაგას უშუალო არა აქვს ამას რო არ ეწია ხელვა ხო ჩვენ ესე ბედნიერება არის ეხა გავყვები უკან და იმას რო ის არ ექნა ოპა კაი ბოლოს შეკითხვა და დავამთავროთ რა შენი აზრით მოიწეწა მაჩი ბოდიში გაგაწყვეტინე რა ის 5000 ლარი და მე ანუ შენ იქ რაც თქვი სიტყვები რომ მალამოდ მომედოდა უფრო დიდი სურპრიზი გელოდება. ცოტა კარგად ვიყავი და აი უფრო დიდი სურპრიზი გელოდება, ვიდრე 5000 ლარია. მე ანუ მაგ 5000-დან არაფერი უფრო დიდი სურპრიზი გელოდება. მახარ ნანახი მაგ შენი რო ჩაიწვა დავინახე ეგ ისედაც აღარ მინდა მაგის ნახვა. სექტემბრიდან ახალი სტუდია. מחარას. ანუ 5000 ლარიდან არაფერი ხო? ახალი სტუდიაო. ბიჭო, გასაბაჟებელი მყავს მანქანა მაგის ოჯახში 6000 მაგ გადასახდელი. ანუ 1000 ლარი მაქვს კიდე რა რაღაცეებში ასე. არა რო თქვი თორე არა გამოჩდება რომ აი მე არა ცხოვრებაში ერთხელ რაღაცა მანქანა. არა მახარ მე რო შენ უბრალოდ თქვი იქ თორე მე არაფერს აი არა ეგ რო ერთხელ არ და მაგ ვაფშე არ იმას მის ეგ რო თქვი შეჭება. აუ მოიცა აუ მე გონი შენ გირეკავნე კალა. ალო. ჩარი ცხი იმის 1000 ლარი სა იმის აუგუსტისა შენი. ეხა დამირეკა და მე კითხება ჩარიცხული გაკალა? ჯერ არა. არ ჩარიცხავს. ხო ჩარიცხავ. ხო გააკეთთან ხო? აი შენ 5000 ველოდებოდი და იგი ჩარიცხავს, ხარჯზე. ეგ ის აუზია ტენისის მაგიდა რო გიდგა ხო? აუ მაგარი აუზია. ტენისის და რო გიდგა შიგნით მაგარი აუზი აქვს რომელიც ისაქნა რა. ააშენა ძალიან ლამაზი აუზი. და ტენისის მაგიდა დგა შიგნით მე ხიდი კლორს 5000 ლარი ეს მოხვიდე და აი ეს არა მაგ და მაგიტო რა ის რობოტი მტვერსასრუტი მაინც გეთქვა აუზის შეჩემა არა რა თქმა კარგი საჩუქარი იქნება რობოტი მტვერსასრუტი არ უნდა ქონდეს თვითონ უნდა ჩაჯდეს თვითონ უნდა წმინდოს აი კაი აჩიკო შენ გეპატიჟები ჩემ აუზზე ანუ როგორც მიხდი კოპალასთან კონდა კიდევ გაგეწყვეტინე რა იმასაც სანამ კოპალას შეკითხვაზე გადავალ ხალხს უთხრათ რომ აგვისტოს თვეში ვისვენებთ აგვისტოში სამწუხაროდ დასვენება ლაივის მერე ცოტა ხანი დავისვენებთ შეგულებაში გავალთ იმიტომ რომ რაც შემაგვალა მაგრამ ხო გავალთ რომ ხანდახან ის არის ხოლმე რა სტაბილურობა ბავშვი უნდა წავიყვანო გამბაჟება ბაჭი მთელი აგვისტო თუ ბოლოს 2 კვირა მე მგონი და სექტემბრის 1 კვირა ანუ აგვისტო სექტემბრის ანუ მაყურებლისთვის ეგრე იქნება რა რომ აგვისტოს პირველი კვირა დაიდება ვიდეო და სექტემბრის 7-დან გაგრძელდება. სადღაც 1 თვე გამოგვდის შესვენება. ხო, შესვენება იქნება. დასვენება გვიქნება, დავიღალეთ მეგობრებო ჩვენს ამის ყურებით კი არა და ზოგადად დავიღალეთ და დასვენება გვინდა. სოლემიო კაი. კაი ისა კოპალას მაგ შეკითხვა. ხო, გითხოთ დარჩა. და მაგით დავამთავროთ რა. ვინ არის მაფიის ისტორიაში ყველაზე ცუდი მოთამაშე, ვინც სტაბილურად თამაშობს ხოლმე მაგათგან? აუ აი ხა რატო რა პროჭი შეკითხოდასო ბიჭო მახარა რო გეთქვა ანუ სტაბილურად თამაშობსო G2G